მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო, არხის სტუმრებო, ნემსი თუ უნებლიოთ შემომატებულო ადამიანებო, მოკლედ ყველას, ვისაც ეს ვიდეო შეგვხვდათ, ხურუმი ქალი გთავაზობთ 2024 წლის 3 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით ტარო პროგნოზს. მაშასე, უკვე მივხვდით და ამ ყველაფერს არ უნდა ბევრი ჯა და ბასი. თქვენს წინაშეა 3 კოლოდა. პირველი, მეორე, მესამე, ალბათ ჩაიფიქრებთ და ერთად გავარჩიოთ თქვათ ტენდენციები. როგორი კვირა გველოდება? 3-9 თებერვალი. მაშასე, მოგცემთ დროს, ჩაიფიქროთ. სულ ცოტა ხან გაგრძელდება ეს დრო? ან რიცხვი გიყვართ და იმის მიხედვით იმაშრობით იფიქრებთ, ან პირდაპირ მოგეწონათ ჩვენი საყვარელი ტაროების გარეკანი. მაშასე, ვინც პირველი ჩაიფიქრა. რადგანაც არ მინდა დავფინო, რაღაც თქვენთან ერთად მინდა გავშალო. არანაირად არ იქნება ტრადიციული მეთოდი, მოდი ესეთი ექსტრაორდინარულზე გადავიდეთ. ნახოთ, ვინცაც აქვს პირველი არჩეული, რა იქნება კვირის ზოგადი ტენდენცია. ესე მინდა რატომღაც. კი ბატონო, კვირის ზოგად ტენდენციებს თუ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ვიქნებით მთვარის ენერგიაში. მთვარის ენერგიაში ყოფნა არ არის მთლად მარტივი საქმე, თუ ვიღაცისთვის ტრადიცია არის, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთვარის ენერგია ხანდახან გჭირდება ადამიანებს, მაგრამ დიდხანს იქ ყოფნა არის თქვენთვის დამაზიანებელი. ბევრი მიზეზის გამო. რა ვიცი, ამ ბევრ მიზეზებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეხლა ტარო შემსწავლელი კურსები ჩვენ აქ არ აქვს, მაგრამ იცოდეთ, აღნიშნული კვირა თქვენთან მიმართებაში ითხოვს რაღაც, როგორ გითხრათ, კი არ ითხოვს, უბრალოდ თქვენ ხართ რაღაცა ილუზორულ მდგომარეობაში. შეიძლება ეს არის ხშირი ძილიანობა, შეიძლება ეს არის რაღაც სიზმრებზე აკიდება, არასასურველი, მოდი ასე ვთქვათ, ხასიათის დამკვიდრება, რაღაცა ნოსტალგიულ და მელანქოლიკურ ხასიათზე ყოფნა, შეიძლება ეზოთერიკულმა თემებმაც ჩაგითრიოს, მაგრამ აი ამ თემასთან დაკავშირებით იყავით ფრთხილად. რასაკვირველია? თვალის ენერგია ჩავაბრუნე რატო ვღაცდა. კი ბატონო. ეხლა გავიგოთ, ერთად გავიგოთ, როგორი იქნება ამ კვირის განმავლობაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ბატონო, ფინანსებში რა გვაქვს? ფინანსებში სხვათა შორის გადასარეობა გვაქვს. არ ვიცი როგორ ხდება და რა ესეთი რადიკალური თემები შემოგვედება. მთვარის ენერგიიდან პირდაპირ გადავიდეთ ქალბატონი იმპერატორი ქალის ენერგიაში, ეს არის გადასარევი, მაგრამ არ არის გამორიცხული აღნიშნული ენერგიები გქონდეთ უფრო პირადში. ნახოთ პირადში ცოტა ხნის მერე დავფიქსირდებით და მივხვდებით რაშიც არის საქმე. მოკლედ, რაც შეეხება თქვენს ფინანსებს, ეს არის ბარაქის, ეს არის დოვლათის, ეს არის შემოსავლის, ეს არის გამდიდრების, ეს არის კალგი საჩუქრების, ეს არის როგორც ქალს, დავუშვათ, აი თუ ბევრი ქალი მიყურებს ისეთ შემთხვევაში, ვიცი ვინც მიყურებს და რაც მიყურებს და აქედან გამომდინარე ბევრი რაღაცების ხმა შეიძლება. მოკლედ, ფინანსებში ძალიან მაგრათა ვარ. კარგი, ეხა ისე დამაინტერესა, მაშინ მთვარის ენერგია სად იყო თავამოყოფილი? ნუ შეიძლება გხართ ამ განცხრომაში და არაფერიც არ გინდათ. კი ბატონო, ნახოთ ეხა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. და პირად ცხოვრებაში ჩვენს წინაშეა მაღალი არკანების კვირა გვაქვს, სხვათა შორის მინდა გითხრა, პირველი, მეორე, მესამევე იყო მაღალი არკანი. ეს არის ზომიერება, ჩემო ტკბილო და შაქარყინულო ადამიანებო. ამ ზომიერებაში ყოფნა დაახლოებით იმას ნიშნავს, აი, რა ვიცი, იყო მე-9 სართულის რაღაც ჭერზე შემომჯდარი, არ ჩამოსვლას აპირებდე და არც გადმოხტომას. აი, ხართ, იქ სადაც უნდა იყოთ. თქვენ ასე მიგაჩნიათ ყოველ შემთხვევაში. ეს არის, ოღონდ ძალიან ფრთხილად ხართ, ძალიან მოდუნებული ხართ, მოდი ასე ვთქვათ. და ხშირ შემთხვევებში იცავთ იმ ბალანსს, რომელ ბალანსაც პირადი ცხოვრების ესა თუ ის ეპიზოდები თქვენგან დიდი სიამოვნებით ითხოვს. მოკლედ, ხართ შეყვარებულები, გაგრძელდება ესეთ საშეყვარებულობო სერიალები, არა ხართ შეყვარებულები და მანდამაინც ამ კვირაში თქვენი ოცნების ადამიანის გამოჩენას,
დაელოდებით. მაშინ ესე პირველ ვერსიას კიდე ვაგრძელებთ 3-დან 9 თებერვლით ჩათვლამდე. ჩემ კატასაც აინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ არ შეიძლება მასზეც პირიქით ის გაგვიშლის ძალიან რომ მოინდომოს. რაკნას ახალგაზრდა ბიჭია, გუშინ ქალებში იარა, დაბრუნდა ამ დილით, მაგრამ ფიქრობ ეს არ იყო მისთვის საკმარისი. კარგი, მოკლედ თქვენი და იმის პირადი ცხოვრება დაემთხვა ერთმანეთს, ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის, რა არის კარგი ენერგია ამ კვირაში თქვენთვის. მე სულ მაღალი არკანები ამოგდით ხალხო, კარგი ენერგია ის არის, რომ ყველაფერს მხიარულად უდგებით. აი ის ყველაფერი იქნება თქვენთვის, რა ვიცი, არ არის გამორიცხული ამ ჩვენს სულელში მხიარულება შეცვალოს იმან, რომ აი იცით რა არის, რა ნიშანი მეძლევა, უკვე მივხვდი რაღაცნაირად, ანუ თქვენი ცხოვრებთ იქ, სადაც აი თავს იგრძნობ კარგად. შეიძლება ვიღაცამ თქვას და ჩაილაპარაკოს და შეგანჟღრიოს და გითხრას, რომ გამოფხიზლი არ გინდა ესე, მაგრამ შენ ეუბნები, რომ ესე მომწონს, თავს ვიტყუებ თუ თავს ესე წარმოვიდგენ, რომ რაღაცა ვლივლივებ, გადასარევ, რა ვიცი, ღრუბლებში და ფუმფულად გრძნობ თავს, თქვენგანაც ამას კარგად გრძნობთ, სხვების აზრი, ასე ვთქვათ, ფეხებზე დაგეკიდებათ. მაგრამ შეიძლება გავიდეს რაღაც გარკვეული პერიოდი და იფიქროთ, რომ აი მართალი ყოფილან ის ადამიანები, იმიტომ რომ აი რაღაც სისულელეში, ვიღაც სისულელეში არ არის გამორიცხული, დროს სისულელეში ხარჯავ, კარგავ. ნეტა რატო? გავუფრთხილდით ადამიანებო დროს. ის ყველაზე ძვირფასი საგანძურია, რაც კი ოდესმე მოგცა სამყარომ. დამიჯერეთ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. კარგი. სად გვაქვს ბლოკები? პირველ ვერსიაზე ვლაპარაკობ. კიდე სად გვაქვს ამ კვირაში ბლოკები? ორი ერთად ამოვარდა და ვნახოთ, რომელი რას. აქ ხდება ისე, რომ სამიანი ხმალი ამოცუნცულდა და ამოვიდა კიდე ისა. მოკლედ, ფრთხილად იყავით, მაინც ასე ვიტყოდი პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. ანუ ზედმეტ ნაბიჯების გადადგმისგან თავს შევიკავებთ, არ არის საჭირო რაღაც ესეთი ინიციატივების დასახვა, დაპყრობა მახალი ბასტილიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არანაირად არ არის საჭირო. ეს კვირა, ასე ვთქვათ, რაც მეტად დაიწყებთ, ხო იცი კატამთხარათხარაო და მისი დასაკლავი დანა გამოთხარაო. აი რაც უფრო სიღრმეებში შეიჭრებით, უფრო მეტად და მეტად გატკენთ გულს რაღაც ბევრის. მე знаешь, крепко спишь. რა ეგეთი გამონათქვამი ძალიან მიყვარს, ასე რუსულად უფრო კარგად ითქმება. ცოტა იცი, ღრმად და კარგად ეკვილად ძინავს. არ უნდა რაღაც სიღრმეებში შებრძანება. დიდი მადლობა პირველ ვერსიას. თუ დამიწერთ ლაიქს, გამახარებთ თუ არა და იყავით კარგად. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მეორე ვერსიაზე, რის სტიმპანკი თარო ჩაიფიქრა. სტიმპანკი ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი სახეა. მოდი ვნახოთ რა ხდება. უყურმა მეკავა და რაღაც გამასწორებინა. აბა ამ კვირაში მეორე ვერსიისთვის რა ხდება? აბა რა საერთო ტენდენცია იქნება? იქ ტყუილებში ვიყავით, ვიტყუებდით თავს, ან ვიღაცას ვატყუებდით თავს და თან ხო არის ხანდახან, რომ ვიცი რა ოხერიც ახლა პირველზე ვამბობ. ვიცი რაშიდაც უგრძნობ, ვიცი სადაც ბანაობ, მაგრამ დამანებეთ ახლა ხანდახან ხო შეიძლება რაღაცა მინდოდეს ჭაობში, ჩატყაპუნება ბაღაყივით და არ მინდოდეს ესე კამკამა ოკეანეს წყალში ნებირობა. დამანებეთ, აი აქ ჩემი ოაზისია. აი ეგეთი კვირა გექნებათ. გადავიდეთ მეორე ვერსიაზე. ნახოთ რა არის გამოწვევა. რაღაცა იდეის მოსვლის, ასე ვთქვათ, დიდი პერსპექტივა გაქვთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვხედავთ აღმართულ არც მეტი არც ნაკლები ხმალს და მას რა უნდა თუ არა იდეები, რაღაც ახალი აზრი წამოგეჭრებათ. რაც შეეხება ჩემო ტყუილო ადამიანებო იმას, რაც კიდე მინდა ეხლა შემოგთავაზოთ, ეს არის თქვენი მატერიალური მდგომარეობა. ბევრს ძალიან აინტერესებს ფინანსები როგორ არის. ნორმალურად მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ იქ სადაც მაღალი არკანი მობრძანდა, რომლის სახელი არის მსოფლიო, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული თემა არ არის მისი მოპოვებისა, რაღაც ახალ-ახალი გაჭრათ ამის არხები, მაგრამ გითხრათ სიმართლე, მშვენიერი კარგი და მშვენიერი სასიამოვნო ჰარმონიას მიაღწევთ თქვენს პირად ცხოვრებაში, ფინანსურ ცხოვრებაში მინდა გითხრათ. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის წეღარად წამომცდა.
ეს არის ფინანსური მდგომარეობა, სასიყვარულო მდგომარეობა. Რაღაც ამბავს გავიგებ ახალს მეპატიება, იმიტომ რომ რაღაც სიტყვები ამერია, სულელი ამოგივიდათ. Აი მე მგონი წინაშეც სულელი ამოვიდა პირად ცხოვრებაში. ხალხო რაღაცა ეს კვირა არის ისეთი ილუზორიის კვირა, ისეთი რაღაც ფოკუსების კვირა, აშკარად მიიღებთ შედეგს. Აი აქ რას ვხედავთ პატარა სულელს, რომელიც არის სახურავზე, ბუხრის მწმენდელი სულელი და თავის საყვარელ მეგობარ პატარა ფინიასთან ერთად ფიქრობს, რომ დაიპყროს მისი ასე ვთქვათ საქმიანობით, მაგრამ არ უფრთხილდება, არის თავმიცემული, არის რაღაცა დაკიდებული აქვს ეს მთელი სიმაღლე და ეს მთელი პასუხისმგებლობა, რაც თუნდაც მის ახლანდელ საქმიანობას მოსდევს. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ამ კვირის განმავლობაში მეტი იფიქრეთ იმ დიდი და რადიკალური ნაბიჯის გადადგმის შესახებ, რომელსაც შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება ითხოვს. ან ხო თქვა ან არა, ან გაყვე, ან გამოყვე, ან რაღაც დათანხმდნენ, არ დათანხმდნენ, თუ ვინმე მოდის ახალი, უნდა იცოდეთ, რომ ის არ არის მანდა მაინც რაღაცა სიღრმეებში შესაჭრელად გამზადებული, ჯერჯერობით პირველ ეტაპზე მხოლოდ გასართობი ის აქვს განზრახული როლი ითამაშოს თქვენ ცხოვრებაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უფრო ვრცელი გაშლისთვის სასაკვირველია დამიკავშირდებით და პირადად გავესაუბრებით, პირადი ჩაწერები ხდება თავისთავად და იქ რა ვიცი, ბევრი საინტერესო ამბები გელოდებათ. ეხლა გადავიდეთ ისეთ ვაიმე, თქვენ ხართ ძალიან მოუჩვენირები. გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ამ კვირის სიხარულის მიზეზი. ეს სიხარულის მიზეზი არის ადამიანი. ეს სიხარულის მიზეზი არის პიროვნება, ეს არის რაინდი, რომელიც თავისი ცოტა არაორდინალური ქცევებით გაგახარებთ, გაგაღიმებთ ყოველ შემთხვევაში. ეხლა რა ბლოკი და შესაძლებლობების არ ქონა გაქვთ 3-დან 9 თებერვალამდე, მოდი ამასაც გადავხედოთ და რა აღმოვაჩინოთ რა. დედოფალი, წყლის დედოფალი. აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვინდა ბლოკავს აქ, აი წეღარაც გითხართ პირად ცხოვრებასთან მიმართებაში, ნუ გახდებით სენტიმენტალურები, ნუ გახდებით მიმდომები, ნუ გახდებით თვალზეც აფიწყურებული სატრფოები, პირდაპირ ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ აი всё, ხვალ ახლა უკვე მენდელსონის მალში გაჟღერდება და და არ არის. სამწუხაროდ არ არის, თუ ყოველ შემთხვევაში ეს კვირა არ არის მაგისთვის ბოძებული სეციდან. დიდი მადლობა. მადლობთ რომ დამელაიქეთ, მადლობთ რომ გამიგონეთ, მადლობთ რომ ჩემთან ახარ, მადლობთ რომ აგრძელებთ ყურებას. ეხლა ეს მოოქროვილი ვისი ამოჩემებაც იყო. ნახოთ, შემოძვირფასო ადამიანებო. კვირა, რომელიც ჩვენთან არის 7 დღე. როგორი იქნება მესამე ვერსიისათვის, ხაზგასმით ვამბობ 3-დან 9 თებერვლის ჩათვლამდე მიმდინარეობს აღნიშნული კვირა. ნახოთ მესამე ვერსიის ზოგადი ტენდენცია როგორი კვირა გექნებათ. მშვენიერი სიხარულით აღსავს, მშვენიერი კარგი სიურპრიზებით, თუნდაც თავარია მშვიდობა თქვენ სახლებს და გულებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენს ფინანსურ თემებში, როგორ იქნება ამ კვირის შემოსავლები. შემოსავლებთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, უბრალოდ ფინანსებთან მიმართებაში შეიძლება მოგიწიოთ ცოტა შეკამათება, რაღაცა შეპაექრება, არ ვიცი ვისთან. ყოველ შემთხვევისათვის ეს ცოტა დაძაბულობა პირდაპირ იქნება ფინანსებისთან მიბმული. ანუ მე მისურვებდი ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაიმარჯვოთ ამ 5-იან კვარტალ შეტაკებაში, მაგრამ ერთი პატარა წაფორხილება მაინც გაქვთ, ანუ შეტაკების მცდელობა მაინც უმცირე. ასე რომ ეს რადგანაც ხართ შეიარაღებული ხართ, ფაქტიურად რადგანაც ხართ უკვე გაფრთხილებული. ახლა კიდე გადავიდეთ პირადში, როგორ იქნება თქვენი საქმე, პირადში რა მომიყიდე ერთ კარტით, პირადში მართლა აფარცხვალდებით, პირადში მართლა რაღაც კარგი სასიამოვნო თემები გექნებათ, აი ნახეთ, რომ კიდე მეორეჯერ ამოგვიხდა თასი, ეპის ტუზი, მისი ჭყიალებით, მისი აი ღვთისგან ბოძებული ხელზე დადებული ამ ემოციით, მისი ლამაზი მტრედით, მშვიდობის და მთელი ამბებით. მოკლედ,
გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც ბრძანდება ამ კვირის მოვლენა დადებითობის კუთხით რა იქნება. დადებითობის კუთხით თავს კარგად იგრძნობთ ხართა შორის, რა ვიცი, აი რა თავსაბურავიც არ უნდა დააგაფაროთ, რა ფეხსაცმელიც არ უნდა ჩაგაცვათ, რა ტანსაცმელი სადაც არ უნდა წაგიყვანოთ, აი თავს გითხრათ სიმართლე, საკმაოდ კარგად იგრძნობთ. მატერიალური თვალსაზრისითაც გამოჩნდა ეს უპირველეს ყოვლისა, ამიტომ რომ მე ვფიქრობ რაღაცა კომფორტის ზონა. ანუ იქ წეღან რაც ამოვიდა ხუთიან კვარტლებში რაღაცა ბრძოლები, შეტაკებები, აშკარად გამარჯვებული ხართ, თქვენ კუთვნილს ღებულობთ და რაღაც საინტერესო საჩუქარს და წუწნით საკუთარ თავს, არ არის გამორიცხული ზღუდვერფასებოს ხომ მოგიწყმათ. ეხლა რა გეგრძალებათ ამ კვირის განმავლობაში, თქვენთან ერთად ვშლი და ვიღებ რას. ამ კვირის განმავლობაში ეს მაღალი არკანი სამსჯავრო გვაუწყებს იმას, ეს კარმული კარტია მოგიხსენებათ და რაღაცის ბრუნვას ნიშნავს, მანდა მაინც ამ კვირაში შეეცდებით რაღაც დიდი გლობალური რაღაცების გაკეთებას, ვიღაცის მიმართ შულისძიებას, რაღაცას სამაგეროს გადახდას, ვენდეტაზე წასვლას, მას აუცილებლად მოხედავენ ზემოდან. აი ფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული თვითონ თქვენ მიიღოთ რაღაც ამ კვირაში ისეთი, რაზედაც აი გაიფიქრებთ, აი ამას ველოდი, იმიტომ რომ სადღაც დაშვებული შეცდომის ეხა აქ თავში ამოტეხვასავით იქნება, აი ამ თემასთან მიმართებაში, მოკლედ დაინდეთ და დაგინდებენ, არ გაასამართლოთ და არ გაგასამართლებენ, მოკლედ რაღაცა ის მცნება ჩაიდევით კარგად ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებით. არ გააკრიტიკოთ და არ იქნებით გაკრიტიკებულნი. ესეთი ამბავია. მოკლედ დაელოდეთ სხვა იქნება ამისათვის ხელსაყრელი და კარგი პირობები და კარგი პერიოდი. მაშას დასრულდა კვირის გაშლა. დიდი მადლობა რომ ჩემთან ხართ, დიდი მადლობა რომ არ მტოვებთ, ხართ ჩემი ერთგულები, რიგი მიზეზის გამო არ იყო, რაღაც ხშირად არ ჩანდა ჩემი ლაიფჰაკები, ჩემი ვიდეოები. ჩემი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ვდგები ფორმაში და კვლავ ვაგრძელებ გაშლებს პირად მოტივებზე, ასე რომ დამიკავშირდით, ჩემი მისამართი იგივეა, გულისხმობ ინტერნეტ საკოორდინატოროს 591-29-75-ზე, 24 საათის განმავლობაში მზადა გიპასუხოთ შეკითხვებზე და ვისაც ეს ძალიან ინტიმურად აინტერესებს, რა ხდება მის თავს, რას აკეთებს, მიკავშირდება. კოცნით გეხვევით, აბა ნახვამდის ბედნიერი, ჰარმონიული და ხალისიანი კვირა ყველას.